მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის აშკარაა, ხა ყველა ამ ასე ვთქვათ საჯარო მიმართვებიდან ის რაც დიდი ხანია ჩვენ ხედავთ, რომ ეს ხალხი ისე ექცევა ამ ქვეყანას, როგორც თავიანთ საკუთარ რაღაცა ორგანიზაციას, თავიანთ საკუთრებას, ხო? და ეს ჩვენ ამას ხედავთ უკვე 12 წელიწადია, რომ ქვეყნის ინტერესები არის სრულიად იგნორირებული, თავიანთი თავისი პირადი ინტერესებისათვის. და ამას რაღაც ეს გაურგებარი საქართველოს ეროვნული საკითხი გახდა რაღაცა საბანკო დავა ივანიშვილსა და რომელიღაცა ბანკს შორის. თითქოს ეს რაღაც ქართული ხალხის გადასახდელია, ან რა ვიცი, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ჩვენ ვართ აყვანილი ამ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ამის მძევლად გადაქცეული. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და ეს ალბათ ვერავის ვერ მოვთხოვთ ამაზე რაფერს გარდა ჩვენი საკუთარი თავის, იმიტომ რომ ჩვენ მივიყვანით ეს ქვეყანა იქამდე, რომ ეს მიტაცებულია და ძალადობის საფუძველზე ეს დაჯგუფება ინარჩუნებს ხელისუფლებას და ამ ძალადობასთან ერთად თვითონ ეს დაჯგუფება უსაშველოდ მდიდრდება ამ ქვეყნის გაღატაკებისა და გაუბედურების ხარჯზე. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. და როდესაც ამას ხდიან რაღაცა კერძო ინტერესების თემად, ხო, კერძო ინტერესებს უკავშირებენ და უპირისპირებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის უპირატესობა აქვს ამ კერძო ინტერესს, ხო? ეს არის კატასტროფული ვითარება. ბატონ დავით. გარდა იმისა, ხო, ერთ საკითხზე მინდა გთხოვოთ კონკრეტულად, ანუ ამ პასუხიდან ირკვევა შემდეგი, გარდა იმისა, რომ ის პირად კომპლექსზე საუბრობს, დაბლოკილთან ხაზზე ვხედავთ რა მასშტაბის თქვათ აქცენტია გაკეთებული ამ პასუხში, ის ამბობს, რომ ამერიკის ელჩს შესთავაზა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კობახიძესთან და ელჩმა თქვა ამაზე უარი. რაც მიმყარებს ორწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვარ ფაქტორად შანტაჟზე ლაპარაკობდა ივანიშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ იგივე გადადის ტრამპზეც, ხო, მის ადმინისტრაციასთან მიმართებით. რაც როგორ ახასიათებს ივანიშვილს და ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად ამტკიცებდა, რომ ის დაალაგებდა ამერიკასთან ურთიერთობას და ამას ყიდდა კიდეც შესაბამისად მოქალაქეების წინაშე, ხო, საქართველოში შიგნით. ბუნებრივია რომ ხო რაც შეეხება ესე იგი ამ დაალაგებას ეს რომ მითოლოგიაა მე მგონი ყველაზე ძალიან გაუთვითცნობიერებელი უნდა იყოს ადამიანი რომ დღემდე ვერ მივხვდეს რომ ეს იყო რაღაცა ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხაზი რომელიც არაერთი გვინახავს ხო რა ვიცი 1000 უსინდისო და უნამუსო ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროპაგანდა გვინახავს ამ ასე ვთქვათ ამ დაჯგუფებისგან ხო დაწყებულია გარეჯი საქართველოსთან და გაგრძელებული ამ რაღაცა გლობალური ომის პარტიებით რომელსაც სრულიად აბსურდული პროპაგანდა იყო არაფერს ეფუძნებოდა არასოდეს და მის ერთადერთი ამოცანა იყო ამ ძალაუფლების შენარჩუნება და იმ მცირერიცხოვანი მომხრეების გაბრუება სრულიად უაზრო უშინაარსო პროპაგანდით, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენია და ალბათ რა ვიცი, არის ხოლმე საერთოდ საზოგადოებაში ძალიან მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შეუძლია თავი მუდმივად მოიტყუონ, ხო? იქნება ეს რა ვიცი, გლობალური ომის პარტია, გარეჯი საქართველოს ესეთი აბსურდული კამპანია, რომელსაც 2 წესიერი ადამიანი ციხეში ჩააგდეს და თუ ის ადამიანების ცემა და წამება და ციხეში ჩაყრა, პოლიტპატიმრებად გახდა ადამიანებისა იმისაც რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. რაც შეეხება მე არ ვფიქრობ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ფუძველი ქონდა მტკიცებას რომ რაღაც ამ ადმინისტრაციასთან დაალაგდებოდა, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ვითარება რომ ვერ გაერკვეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რა ხდება საქართველოში. ხო, მიზეზი უცვლელია ყოველ შემთხვევაში პირველ წყარო, ანუ ივანიშვილია თავად წყარო იმის რომ არაფერი დაალაგებულა, მიზეზები იგივეა, თავად არის მისი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ შეცვლილია ადმინისტრაცია, ხო, მაშინ ქონდა ბაიდენთან ამგვარი პრობლემა, ბაიდენის ადმინისტრაცია
ოპერაციასთან და იგივე გრძელდება ტრამპის შემთხვევაშიც. ბატონ დავით, აი თავსებადი რატო არ არის ქართული ოცნება ამერიკასთან ურთიერთობების დაალაგების და აი ეს საუბრები საერთოდ რამდენად რეალისტურია, ხო, ამაზე ლაპარაკი. აი თავარ საკითხზე რო გავამახვილოთ ყურადღება თუ შეიძლება, იმიტომ რომ როგორც ჩანს ის საკითხები, რაც გადაცემულია ერთხელ ბოჭორიშვილზე, ხომ გადასცა რუბიომ ელჩის მეშვეობით, როგორც ჩანს ისევ იმ საკითხებზე არის ლაპარაკი, ხო, არაფერი ახალი, რასთანაც არ არის თავსებადი ივანიშვილის ქმედებები. არაფერი ახალი და სწორედ ამიტომ არის საუბარი. არ ვიცი ხე როგორ მოხდა, არ ამგონია რომ იმეს ვარი ეთქვა კობახიძესთვის იგივე გზავნილის გადაცემაზე, უბრალოდ ყველა მშვენივრად იცის და ალბათ დავალებაც ასეთი იყო, პირდაპირ დავალება იყო, როგორც ჩანს, თვითონ საელჩოს განცხადებიდან, რომ იმ ადამიანისთვის გადაეცათ პრაქტიკულად იგივე, რომელი ადამიანიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, ხო? ახლა ჩვენ ხო ვიცით რა ვიცი, ბოჭორიშვილი ალბათ არაფერ გადაწყვეტილებას, ალბათ კი დამდვილად არაფერ გადაწყვეტილებას არ იღებს, ხო? უბრალოდ ის რაღაც. ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ძალიან კაი კითხვა არის და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას ეს საკუთარ თავს. ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეხება, ეს ეხება ევროკავშირს, ეს ეხება იმ პარტნიორებს, ხო, რომლებიც ჩვენ გვყავს, იმ მოკავშირეებს, რომლებთანაც მოკავშირეობა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან პარტნიორობა. რატო არის ამ რეჟიმის ამოცანები შეუთავსებელი ამ პარტნიორობასთან? იმიტომ არის, რომ ამ რეჟიმის ამოცანა ერთადერთია ძალაუფლება, შეინარჩუნა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნა ძალაუფლება და შეინარჩუნა უფლება დარწმუნ ეს ქვეყანა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. და ამიტომ, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტერესები არ ემთხვევა ამ დაჯგუფების პირად ინტერესებს, სწორედ ეს ხდის ამ პარტნიორობას შეუთავსებას. ეს მე ვფიქრობ მარტივია და ჩემი აზრით ნებისმიერი ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან ადვილი აღსაქმელი უნდა იყოს. ეს არ არის ვიღაც საჩემება, და ბუნებრივი არანაირი ეს აბსურდი, ხო, ძალიან მართლა ალბათ გონებრივად დაქვეითებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ჯეროდეს მართლა ეს გლობალური ომის პარტიების, მასონების მართვის და რაღაცა deep state-ების და რაღაც 1000 ესეთი კოდური სახელწოდებები არის, რომ რაღაც ადამიანები თავგზაობნიო, ხო? ალბათ დიდად მე არ მგონია, რომ ბევრ ადამიანს ჯერა ამისი. არსი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იგივეა. ჩვენი და შეერთებული შტატების, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი და ევროპელი პარტნიორების სტრატეგიული ამოცანები ერთმანეთს ემთხვევა. ეს ახლავთ ის, რომ საქართველო იყოს დაცული, მდიდარი დემოკრატიული ქვეყანა. რაც არ ემთხვევა და ეს ამოცანები არ არის აი ამ დაჯგუფების, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება 12 წლობაში მიტაცებული ხელისუფლება მათ ამოცანებს. აი ეს არის აქ თავარი პრობლემა და ამიტომაც არ არის თავსებადი ეს. დიდი მადლობა, ბატონ დავით და ამ თემის გაგრძელებაა სწორედ ის, რომ როიტერის ინფორმაციით პუტინი ითხოვს გარანტიას, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ნატოში არ მიიღებენ აი მოლაპარაკების პროცესში. ცხადია, ამაზე იქნება კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.